იმები? მიმები? მიმები? Intros მუსიკა. What up? It's Becca. გამარჯობა ხალხო, გაგრძელებით დავბრდით მომდევნო ვიდეოთი. გვეღირსა ორი კვირის მერე კიდევ ერთი მიმების ეპიზოდი. რატომაც არა. განვიხილოთ ის ყველა მიმი, რაც დაგროვდა ჩვენს Facebook გვერდზე. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მანამდე მომიყევი როგორ ახარაბა რაშვები. ძალიან კაი, დავიწყეთ. ოპა, ეგრევე ვიდეო შემოგვეფეთა, აბა ვნახოთ. აი მე ცოცხალია ეს ჩოტკი, მაგრამ არ მოგბეს და აჰა, მოიცა გამოვაჩენ ჩოტკს. აქ არის. არსად დაკარგულა. მეორესაც წავიდა, მაიცა. მეორე დავკარგე მგონი. ოკეი. დაახლოებით მივხვდი რა პონტი იყო. ვაგრძელებთ. არავინ, როცა გაიგერო დედამ კარტოფილი ხახში შეწვა. ანუ კაია თუ ცუდი? იმიტომ რომ ხახში კარტოფილი ძალიან მიყვარს. რატო რა ხახში კარტოფილი მიყვარს? მე კარტოფილიანი ხახვი არა. არა, არქნა! გამოწერა გააოქმათ სუდო. მე ჯერ წავ ხახს, მე წავ კარტოფილს. ჯერ კარტოფილს და მე ხახს კი არა. ანუ ხახს რო შეაწიწინებ საკაიფოდ, მე კარტოფილს მოვაყრისებ თუ პირიქით. კარჩე როგორც არის რა მნიშვნელობა აქვს. ამიბრუნა ეს ერთი გამოწერა თუ რა პრობლემები გვექნება. მაგრამ მიყვარს ეს მულტფილმი იმენა. ატლავაე დემამ და ჩოტკი. აი მე ცოცხალია ეს ჩოტკი, მაგრამ არ მოგბეს და აჰა, მოიცა გამოვაჩენ ჩოტკს. აი ჩოტკი. არა, ორიგინალურია, ვერაფერს ვერ ვიტყვი. La. It's música. It's big. აურა кайტებია. Სკოლა შენდა. შო. აი მე გაჩერდი. აუ ზაზყარელია. ამდენი საყვალობა მე არ შემიძლია, ჩემი გული ვერ გაუძლებს, აღარ გამოგზავნ თესტები. ახლა მეგობარო, როცა რესტორანში შენთვის ჭამდა, გაცოფებულ მადონა კოიძეს მოკარი თვალი. გრამატიკა. A few moments later. ანუ კაია თუ ცუდი? იმიტომ რომ ხახში კარტოფილი ძალიან მიყვარს. არ ვამართლებ ამ კრიტიკას, ჩემი WhatsApp-ია უკაცრავად. მე მიყვარს ხახში კარტოფილი, არ მაინტერესებს. ხახვიანი კარტოფილი კი არა, ხახში კარტოფილი. და არა კარტოფილი ხახში. კარტოფილში ხახვი. ესე უფრო სწორია? გავატარეთ, არ გვინდა. ამარტყა თავში ესე მომაფიქრდა რომ ნოსტალგია. ნოსტალგიაზე ეს უნდა გახსენებოდათ მან და მაინც. ბოლომდე არ ვუყურებ. ვიღაც ვინ არის ყველაზე საყვარელი ადამიანი? მე. გაჩერდი მეთქი არ შემიძლია ეგეთები თქო. ოპა, რა ვარი არტი დადო? აი, ეს არის ნამდვილი მეფე სლენდერა ხალხო. გაიცანით, მიესალმეთ, დაუჩოქეთ. ძალიან გიჟედითია, მადლობა. აი, ვიცოდი რომ ესეთ რაღაცას იზავდნენ. ვიცოდი. გული მიგზნობდა. რა ხანოდნავ წინ ვიდექი აქ და ოდნავ მაღალი გამოჩნდა მეორე, ან სკამზე დააყენებდნენ რაღაცას უზავდნენ ეგეც. მართლა ჩოტკები არ მეგონა. ყოჩახ, ბრავო, მაგრები ხართ. Not bad. Now you. არ ჩემ სიცილზე შანსი არა. ესეთი სიცილი ხალხო, ეხლა დავამოღა, მე კი არ ვწვენდი ესე. ჭკვიანი კაცი, დეპრესია, სლენდერას ვიდეოები. რა პრობლემა? არანაირი გადაიჭრა ყველაფერი. დაგენგრა ცხოვრება, სლენდერას ვიდეოებს უყურე. გაგივლის ეგრევე. აშენდება ცხოვრება. No problema. Problem no. No problema? Problem no. არა, მაგდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი. Sit down, please. დამორჩა. აი მიდი. აუ დამავიწყდა რა დასულიყავი. ცოტა დამაკალდა, ძალიან ცოტა დამაკალდა. აი, ძალიან ცოტა დამაკალდა. არა ეს მაგარი ვიდეო არის. მაგარი ტიპია. არ მოველოდი ეგეთ დასასრულს, კარგი იყო.
ასე ჩემო კარგებო და ახლა თუ ქოინებს ავიღებ, აი ნახეთ. ნადირიბორ, აუ რა კარგადა და გული გამისკდა. ნადირები საუჭამ. ისეთი ტრანზიშენი იყო ხმაში რომ მეთქი რას ვშვები. შევდივარ ჩემს ოთახში, ავისული. What? რა სიმპათიური ავისული ყოლია. ოპა! ბეკას ბრენდის რა არის? ყველია ყველა? ბრენდის პარავერ ხალხო. დოლებული, მამაპაპური ხერხი, ანუ ჰოპ და ორაკენი. საკენი რონალდო. შენ ასეთი ძლიერი, სწრაფი და გონიერი ჩვენი ვარსკვლავი ხარ. The bike dealer you trust, trusts Velotric. My name is Joe, and I'm a Velotric dealer. Be honest, from years of selling bikes, I was. ამჯერად არ გამეცინა. Fake Naruto in action. ვისაც არ აქტაპს ვიდეო ნანახი, გადაიტყურეთ, მაგარი რაღაცა. Anime და Slender adaptation ერთ-ერთი. ბაზარი არა, იმენა overpowered-ი გამოვიდა ეს Naruto. Fake Naruto და მისი სურიკენები, всё. Vampire შეშინია მზის, Superman შეშინია Kryptonite-ის, ყველას შეშინია Fake Naruto-ს, აბსოლუტურად ყველას. რა მაგარი სტიკერია? მეც მინდა. სად იყიდეთ? დამილინკეთ. ზღაპო და ოპელიო. ეგ მართლა ეგრეა, ოპელი დაბალი მანქანაა საერთოდ. აუ რა კაი ფოტოა. სხვათა შორის სამწუხაროდ კაჭი უკვე გაუშვით. დაფთიან და სახში ვეღარ ჩერდებოდა, ეხეთქებოდა კედლებს ლამის და მოგვიწია გაშვება ეზოში. გაუშვით თუ არა ეგრევე აფრენდა წავიდა. უკან არც მოუხედავს, ჯიგულათაა ჯამთელადაა მოკლედ. რას თავარია თავისუფალია. მე შემთხვევით მოვერწყე ჯიბეზე ხელი და ხურდა გაჩხაკუნდა. ციგნის ბავშვი და მე. როცა ვინმე სლენდერა არ მოსწონს. რამხელა მოარტყა. ცხვირი has left the chat. მისმინე, კარგი ამბავი და ცუდი ამბავი მაქვს. კარგით დაიწყე, შენს მანქანაში აირბაგები საკაიფოდ მუშაობს. აურა ბოროტი ვიღაცა. დედა დალიე, არა კაც ვარ დამილევი. Also მე, აუ მაგარი მთვრალი ვიყავი აქ მართლაც. ეს არ ჩემი მთვრალი სიფათი რო რამე. Anime, manga, Netflix და Slender adaptation. ერთ-ერთში. Man down! მაინც რა იყო? ჯაჭვური რეაქცია იყო ყوازზე ხან. ეს ვიდეო რო დაამონტაჟოთ და კიდე გამომიხსენოთ და გადააბათ ერთმანეთს. კიდე გამეცინება, პრობლემა არ არის. თავისი ჩვევა, ჩემი ბრალი არაა. პატოს მუსტანგი და ბეკას ოპერი. სხვათა შორის არა, ერთ სიმაღლეზე არიან ორივე. შედევრი, ფორსაჟ ყველა. ეს არის ფორსაჟ ყველა. პატო, ბაჩო, მე, ჰიტა, თემო, ლაშა, ანანო, კენდი უმენ. ჩვენიერი დამონტაჟებულია ორიგინალისგან ვერ განასხვავებთ. მეტი რა გინდათ? ოპა, ჩემი ავატარი ნელაზვიადი 2-დან. გახსოვთ ყველას? და რიპ ყურსას მენებიო რა სიზამ ახლა. რამე ახლა თუ დავითრიე, ეს თუ გაფუშტება მაგის მერე, წესი წითელი იქნება. რა ესეც წითელია ნაწილობრივ, მაიცა? წითლად ანათებს. просто მეორე მხარეს ნატურა გაფუჭებულია ცოტა. იდეალური ფოტო მეორე ჯობია რა თქმა უნდა. просто კაჭი ორჯერ დიდი უნდა იყოს, სამჯერ 4ჯერ. საიდან მოგაფიქრდება თქოლმე ბიჭო გამაგიჟეთ თქვენ. ხო გაგიჟდე. გველს თავში ჩაარტყა. ამ დროს წივრები. რანაირად? რატო ბავშვებო? არ შემილია მესტები. ვიდა Need for Speed-ის პირველი თამაში. რომელზეც გამოვიდა ამას. 1996-ში. არ მახსოვს. 13-ში. ყველაფერი თქვი მაგის გარდა. 1996-ში. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. აღარ მახსოვდა ხო? POV დედას შიტმა ამბავი მოუტანა. ბაზარი არა. კრეატიულია მომეწონა. ოპა! კარების მეკობრეებიო და აუ, ნიკას ჩასვეს? Injustice-ის ვიდეო ისაც აქვს ნანახი ჩვენთან, ძველი ვიდეოა ძალიან. ეცოდინებათ ეს ვინ არის? ჰიტა ირაკლა მე. და კაჭი, ყორღადაო, ზავაგარია. კიდე face-up-ი რითვერ დაიღალეთ ამ face-up-ით, რა არის ეს, ვინ არის ეს, საერთოდ არ ამგავს. სუკანი რომ ყოფილიყავ ესეთი არ ვიქნებოდი. ჩვენი ვერ სიმპათიური ბიჭოა, რა გინდა ჩემგან.
კაპიტანი ბლენდ ბეღურა. აუ ძალიან საყვარელი იყო კაჭი რა. უკვე მენატრება. რა თქმა უნდა. ყველანაირად დაატრიალის ეს მიმი. ოპა, ასტერიქსი და ობელიქსი კი არა, ჯენგო ყოფილა რაც ყოფილა. იმენა, ბეტერ. აუ ეს TikTok-ი იყო რაღაცა სასწაული იმენა. როგორ არის ეგეთი რაღაც საერთოდ შესაძლებელი? ამიხსენით განმანათლეთ. და შეკითხვა, ყველა გოგო შეუულია ეგრე? ვეგანი და ძროხა. ბალახისთვის იბრძიან. Nice. როდესაც ავტობუსში ჩემ წინ მჯდომა ხელში ტელეფონი აიღო მე. აუ მესმის, იმენა მესმის. მეტროში ეგეთი ჩვევა მქონდა, არ ვიცი რატო. ჩემ წინ ვიღაცა ტელეფონს ამოიღებ და ავტომატურად თვალები მიდიოდა იქით. პირადი ინფორმაცია, მიმოწერები, შეყვარებულს ასწერს, მაგაცებს ასწერს, ყველაფერი ვიცოდი. და ჩემო კარგებო, მივახლოვდით დასასრულს. იმედია გაერთეთ, იმედია მოგეწონათ, იმედია ცოტათი მაინც გამოგიყვანეთ დეპრესიიდან. ან თუ დეპრესია არ გქონათ, კიდევ უფრო მაგარ ხასიათს დაგაყენეთ. თუ ასეა პატარა ლაიქი მისცეს. ბაქვია რა ხვაზე ხარ. მია ლაიქი რა, შენი რამითის. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლაიქით ეს ვიდეოც კიდევ უფრო მეტი სახალისო ვიდეოს სანახავთ, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და peace.